ეგეთი ტიპები ხართ რა. თუ ფასოვნად გინდა, მაგრამ ინაყელზე გქონდეთ თუ ძალიან თქვათ არიქა და ესე არ მინდა ვატარო და ძალიან ცხელა ან ძალიან მოკლედ შეგიძლიათ ზუგზანთაზით შეინახოთ. ჩემი რჩევა იქნება ესე გააკეთოთ. თუ რამე ბუჩქნარია და რამე ჯობია რომ ყელზე არ შემოიხვიოთ ესე ძალიან. იმიტომ რომ ეს ხაფანგიც არის რაღაცას რომ გამოედოთ შეიძლება ჩამოერჩოთ. ხომ მტერი შეგიძლიათ ჩამოახშოთ და ამითი ადამიანის გაგუდვაც შეიძლება, ანუ კიდე მეორე იარაღი უკიდან მიეპაროთ ეს თავზე გადააცვათ. მოდი აქ რაღაცა ამდაგვარი რაღაცა გააკეთოთ. სულ რო ჯანიანი იყოს, აი ამას ათჯერ მე ძალას მისცემს რომ ადამიანი გაგუდო თან ისე რომ ხმავე რა მოიწ. ესე რომ გაგუდო? არა, მე ვიძახი შარფს. ამიგე. ხელშარტულ ბრძოლაზე და რაღაცაზე მე ჩავიწერ თუ YouTube არ დაგბლოკა, აი იმის გამოწკი რომ თავზე ის გადაგატარდა. ამითი გამოგებშოთ მეგობრო იმედია. დღეს ამას იქით ამ შარფს სულ სხვანაირად შეხედავთ. დააკვირდით ბევრ კინოებში, რომელიც ბაივკებს რო ეძახიან, ბრძოლაზე რომელიც არის, ესეთი შარფები ყველა ჯარისკაცს უკეთია, ნუ უმეტესობას მაინც. ამითი გამოგებშოთ, კარგად ბრძანდებოდით. შემდეგ ვიდეო. შემდეგ ვიდეომდე.